მარიამ მახნიაშვილის ისტორია მსოფლიოს მასშტაბით უგზო-უკლო დაკარგულთა 10 ყველაზე გახმაურებულ საქმეს შორის ერთ-ერთია. მეტიც კანადურმა მედიამ ტრაგედიას ამოუხსნელი საიდუმლოც კი უწოდა. ბურუსით მოცული საქმე უკვე დახურულია, თუმცა დღემდე არ არსებობს პასუხი კითხვაზე, ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. 2 წელიწადნახევრიანი ძებნის პერიოდში საზოგადოებამ ბუნდოვან საქმეზე არაერთი ვერსია მოისმინა, მათ შორის იყო რელიგიურ სექტასთან კავშირიც. შულების ტრაგედია და საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი დეტალები გახმაურებულ საქმეების განმავლობაში. ჩემი კოლეგა მარიამ ცარელაშვილი მუშაობდა. მარიამ, ეთერში ხარ და გისმენთ. მარიამ მახნიაშვილის ტრაგიკულ ამბავზე დაახლოებით 40-მდე სიუჟეტი მაქვს გაკეთებული. თანამშრომლობდი კანადის საზოგადოებრივ მაუწყებელთან და არაერთი მასალა ურზიურად. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ გოგონა დაიკარგა 2009 წლის 14 სექტემბერს. დედამ სკოლაში დროს ძმასთან ერთად გაუშვა. ძმა ერთადერთია, ვინც მარიამი ბოლოს ნახა. ის ყვება, რომ და სკოლის შესასვლელთან დაშორდა, რადგან სხვადასხვა კლასში სწავლობდნენ. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მარიამი გაკვეთილებზე არ შევიდა და არც სახლში დაბრუნდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ვერ იპოვა ვერც ერთი მოწმე ან რაიმე მტკიცებულება, რაც ძმისა მონაყოლს დაადასტურებდა. სკოლაშიც სათვალთვალო კამერები არის მონტაჟებული. პირველივე დღეებიდან პოლიციამ დაკითხა 6000-ზე მეტი ოჯახი კარდაკარ, ასევე ასეულობით სკოლის მოსწავლე ამოიღო ათეული მათ შორის იმ ბიბლიოთეკებიდან, რომლითაც მარიამი სარგებლობდა. დაიწყო მასშტაბური სამძებრო სამუშაოები, მათ შორის ჰაერიდანაც ვერტმფრენებით, ინფრაწითელი კამერების გამოყენებით, თუმცა ვერაფერს მიაქნო. საქმეში ჩაერთო არა მხოლოდ მთელი კანადის პოლიცია, არამედ მარიამის ძებნა და ინტერპოლმაც. იყო მხოლოდ ცნობები გოგონას სხვადასხვა ადგილას აიყვანა კანადაში. პოლიციამ ვერც ეს კავშირი დაადგინა. ერთადერთი ნივთმტკიცება, რომელიც დაკარგვიდან ერთ თვეში იპოვეს, გოგონას ზურგჩანთა იყო, თუმცა ვერც ამან გაიყვანა კვალზე გამოძიება. ჩანთაში ყველაფერი ისეიდო, წიგნები, მისი ლანჩი და დნმ-ის კვალი. ვერსიებს რაც შეეხება, ოჯახი განიხილავდა გატაცებას. სამართალდამცველები თუმცა ვერც ერთი ვერსია ვერ დასტურდებოდა. ძებნა დასრულდა დაკარგვიდან 2 წელიწადნახევრის შემდეგ, როცა შემთხვევით განვლელებმა ტორონტოს გზატკეცილის ხიდის ქვეშ სხეულის ნაწილები იპოვეს და ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ის მარიამ მახნიაშვილს ეკუთვნოდა. თავდაპირველად განიხილებოდა თვითმკვლელობის ვერსია, თუმცა ეს ექსპერტიზამ ვერ დაადასტურა. დასკვნაში ნათქვამია, რომ გვამი მინიმუმ 1 წელი იყო იმ ადგილას, თუმცა მანამდე იყო კიდევ წელიწადნახევარი დაკარგვიდან. როგორ აღმოჩნდა გზატკეცილზე, შემდეგ 16 მეტრიანი ხიდის ქვეშ გადახტა თუ გადააგდეს, ხომ არ მიიტანეს გვამი იმ ადგილას, რატომ ვერ შენიშნა სხეული ვერავინ იმ ხევში, სადაც გოლფის მოედანი და პარკია მოწყობილი, რატომ უნდა მოეკლა თავი მხიარულ გოგონას, რომელსაც მშობლებთან ჩასვლა და ახალი ცხოვრების დაწყება უხაროდა. ვერც ერთ ამ კითხვაზე პასუხი პოლიციამ ვერ გასცა. გზატკეცილის სათვალთვალო კამერებიდანაც ვერ მოხდა ინფორმაციის მიღება, რადგან როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ 6 თვის ჩანაწერები ინახებოდა. თავად მარიამს რაც შეეხება, 17 წლის მოზარდის ოჯახის წევრები, მეგობრები, მის ქმედებებში, ხასიათსა და ფსიქოლოგიაში ვერაფერს უჩვეულოს ან საეჭვოს ვერ ხედავდნენ, რაც რაიმე ვერსიისკენ წაიყვანდა გამოძიებას. საბოლოოდ კი ყველაფერი იმით დასრულდა, რომ პოლიციამ საქმე დახურა. მარიამ მახნიაშვილის გაუჩნდელობის ისტორიაზე და გამოძიების ხელთ არსებულ ვერსიებზე მარიამ ცარელაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.